კიბერსივრცის სიახლეები, კიბერუსაფრთხოება და დაცვა კიბერთავდასხმებისგან. კასპერსკის ლაბორატორია წარმოგიდგენთ ინტერაქტიულ რადიო თამაშს ანტივირუსი ზაზა ჩიტანავასთან ერთად რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. მოგესალმებით. ლავ პირდაპირ ეთერშია გადაცემა კასპერსკისგან სახელწოდებით კიბერუსაფრთხოება, სადაც კვლავ გაქვთ იმის საშუალება, რომ უსმინოთ სიახლეებს საინტერესო ამბებს ტექნოლოგიასთან დაკავშირებულს და ასევე პირდაპირ ეთერში დარეკოს და მარტივ კითხვაზე პასუხის გაცემის შემთხვევაში აარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი. მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არაერთი გათამაშება გქონდა, არაერთი პირდაპირ ეთერი, ბევრმა ადამიანმა მოიგო სხვადასხვა არაერთხელ პრიზი და ეს ადამიანები არ მოსულან, ასე ვთქვათ, და პირობითად ახლა ამ დროისთვის აქ წარმოდგენილი საჩუქრების რაოდენობაც კლება, მატება თუ მათი ცვლაც დამოკიდებულია სწორედ უკვე გამარჯვებული ადამიანების მიერ კონკრეტული საჩუქრის აღებასთან, ასე რომ კვლავ გეძლევათ ამის საშუალება და იაქტიუროთ და პრიზების მოგების საშუალებას კვლავ გაძლევთ კომპანია კასპერსკი, რომელსაც არაერთი კომპიუტერული უზრუნველყოფის უსაფრთხოების თუ ციფრულ გაჯეტებთან თქვენი ურთიერთობის გაადვილებისთვის არაერთი პროდუქტი გააჩნია და მათ შორის ალბათ ერთ-ერთი საინტერესო არის კასპერსკის ერთ-ერთი ახალი პროგრამა კასპერსკი Security Cloud, რომელიც უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგია, ის ავტომატურად აანალიზებს ახალ საფრთხეებს რეალურ დროში, რა თქმა უნდა, გარკვეულ ალგორითმზეა მისი მუშაობა და ეფექტიანობა აგებული და კასპერსკი Security Cloud-ი გარკვეული შემსუბუქება იმის რომ დაგეხმაროთ გაანალიზებაში საფრთხის კუთხით რეალურ დროში ციფრულ სამყაროში. დღეს ყურადღება მინდა გავამახვილო ისეთ ტექნოლოგიაზე, რასაც ქვია დრონი. მოგეხსენებათ, რომ მათი კომპიუტერული უზრუნველყოფა ერთიორად ზრდის დრონების ეფექტიანობას და ამასობაში ჩვენ დღეისთვის გაგვაჩნია დრონების სასწაული ნაირსახეობა და მინდა დღეს ყურადღება გავამახვილო დრონებზე და კიდევ ერთ საინტერესო ფრიად სტარტაპზე, რომელიც წყემსი დრონის სახით მალე ამოქმედება და ეს დრონი დაეხმარება მწყემსებს საქმიანობაში. მოკლედ, ახლა ამ სიახლეზე ვისაუბრებ, გადაცემის ბოლოს კი დაველოდებით ზარს და გეძლევათ საშუალება მოიგოთ პრიზი. რადიო იმედის პირდაპირ ეთერშია კასპერსკის ლაბორატორიის ინტერაქტიული რადიო თამაში ანტივირუსი ზაზა ჩიტანავასთან ერთად. დრონები თანამედროვე რეალობაში აბსოლუტურად ცვლის მოცემულობას და სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში უპილოტო საფრენი აპარატებით შეუცვლელი იარაღი, ინსტრუმენტი თუ უნიკალური საშუალება ხდება სხვადასხვა სფეროში სამხედრო ოპერაციებიდან სამოქალაქო საქმიანობამდე. დღეისთვის საოცარი მრავალფეროვნება გვაქვს დრონებისა, ზომების, ფორმების, ტექნიკური მახასიათებლების, მათი გადაღების ხარისხის, დაფარვის ზონების მასშტაბისა თუ მათ მიერ ტვირთის გადატანის კუთხითაც. კი, 2024 წლის ბოლოსთვის დრონების სოფლიო ბაზარზე შემოსავალმა 36.4 მილიარდ დოლარამდე თანხა შეადგინა და თალსახაა, რომ ეს მაჩვენებელი აწი უკვე ყოველწლიურად გაიზრდება. გამოყენების სფეროდან გამომდინარე, მათი ზომა და მოცულობაც საკმაოდ მრავალფეროვანია, რა თქმა უნდა, მექანიკური ფრენის შესაძლებლობის გარდა უპილოტო საფრენი აპარატის ეფექტიანობას თუ მის საშუალებებს კომპიუტერული უზრუნველყოფაც ამაღლებს. სხვათა შორის კასპერსკის ლაბორატორიამ დრონებს კიბერსაფრთხეების მიხედვით გარკვეული კლასიფიკაციაც მიანიჭა და 4 დონეთ დაყო კიბერუსაფრთხეების კუთხით: ზომიერ, საშუალო, მაღალ და კრიტიკულ დონეთ. ზომიერი საფრთხის დონეში მათ შეიყვანეს ისეთი იმ კლასის დრონი, რომლებიც იყიდება ელექტრონიკის ნებისმიერ მაღაზიაში და სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა გააჩნია, მათი აღმოჩენაც ადვილია და პოტენციური რისკიც საკმაოდ დაბალია. ზომიერი ასევე საშუალო კატეგორიაში მოთავსებულნი არიან ის დრონები, რომლებიც ასევე ხელმისაწვდომია ნებისმიერ მაღაზიაში, თუმცა პროგრამულად არის შეცვლილი რადიოარხისა თუ მათი სიხშირული შესაძლებლობები გაზრდილია და მინიმუმ 2 სიხშირის დიაპაზონი გააჩნია, ორარხიანი მუშაობის შესაძლებლობა
და უფრო მეტი ეფექტიანობით გამოირჩევა. მაღალი საფრთხის დონეში კი მათ მოათავსეს აპარატი, რომელთა სიხშირული შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი, პროგრამული უზრუნველყოფა კი სტანდარტულზე ბევრად მოდერნიზებულია. კრიტიკული საფრთხის დონის კატეგორია კი ისეთი უპილოტო თვითმფრინავის საფრენი აპარატის უпроსწორად კატეგორია, რომლებიც რადიოკონტროლის არხის გამოყენების გარეშე წინასწარ დაპროგრამებული კოორდინატებით მოძრაობენ და მათი საფრთხე საკმაოდ მაღალია. მეტწილად ასეთი ტიპის დრონები გამოიყენება დღეს უკვე სამხედრო მიზნებისთვისაც და არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ სამხედრო მიმართულებით ძალიან აქტიურია დრონების გამოყენება, სხვათა შორის სამხედრო მიზნებისთვის 2023 წლის მონაცემები ვიპოვე და მათი ბაზარი იყო 14.6 მილიარდი დოლარი, თუმცა მოგეხსენებათ სამწუხაროდ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფონზე ამ ხრივ ტექნოლოგიური განვითარებაც სახეზეა, რადგან სამხედრო რეალურ დროში ოპერაციების დროს არაერთი შესაძლებლობა მოისინჯა, დაინერგა და განვითარდა სამხედრო ოპერაციებში დრონების გამოყენების კუთხით მათ მიერ ერთ-ერთი მსუბუქი ხელყუმბარების გადაზიდვისა და კონკრეტული სამიზნეების განადგურებიდან დაწყებული, ლოჯისტიკური აეროგადაღებისთვის ხომ მათ ღირებულებაზე არაფერს ვსაუბრობ და სამხედრო თვითმფრინავების ინდუსტრია გარკვეულწილად დაბკოლებებსაც აწყდება და ეს დაბკოლებები სხვა ტიპის ინოვაციას, ანუ განვითარებას საჭიროებს და იწვევს. მკაცრი ექსპორტისა თუ საჰაერო სივრცის რეგულაციები ბევრ კომპანიას უბიძგებს, რომ თავადვე იმუშაონ ადაპტირებული გლობალური თვალსაზრისით უნივერსალურ ტექნოლოგიებზე და ავტონომიური იარაღის და სამოქალაქო ზიანის შესახებ შეშფოთება ერთის მხრივ ანალიტიკოსების და სპეციალისტების საგანია, თუმცა ჰაკერთა სამიზნეც ხდება ეს ყველაფერი, ისევ ვაწყდებით იმ რეალობას შავი და თეთრი დრონები შეიძლება გამოიყენონ ბოროტი მიზნებისთვის და ასევე კეთილი მიზნებისთვის და ამასობაში ლოგიკურია, რომ კონტრდრონების ბაზარიც ცალკე ვითარდება, თვითმფრინავებთან დაკავშირებული ინციდენტები თავის ტკივილის მიზეზი გახდა ინფრასტრუქტურული ობიექტებისთვის, სხვადასხვა ძალიან ბევრ ქვეყანაში საერთოდ შეიძლება იყოს აკრძალული დრონის გამოყენება, საერთოდ ტოტალურად. თუმცა აეროპორტების სამრეწველო საწარმოები და კონკრეტული ორგანიზაციები ასევე ცდილობენ, რომ ლოკალური რეგულაციები გააჩნდეთ დრონებთან მიმართებაში, ასეა თუ ისე ზოგადად კონტრდრონების ბაზარი იგივე 2023 წლის მონაცემს თუ გავაგრძელებთ 2 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე იყო გაზრდილი და უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიის განვითარების ფონზე ლოგიკურია კონტრდრონების ტექნოლოგიაც ვითარდება, რადგან უპილოტო საფრენი აპარატები ნელ-ნელა უკვე გადადის ვიწრო პროფესიულ სფეროში გამოყენებისთვის მათი უნივერსალობიდან გამომდინარე და ძალიან სწრაფად იზრდება გლობალური ბაზარი უპილოტო საფრენი მართვადი მცირე აპარატებისა, რასაც ჩვენ ვეძახით დრონს და მართლაც უნიკალური რამ არის. მართლაც გასაოცარი შესაძლებლობა გააჩნია და დრონების ბაზარი მით უმეტეს აგერ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო პროცესების ფონზე ერთიორად განვითარდა, გაიზარდა, მათზე მოთხოვნილებაც გაიზრდება და მათი ტექნიკურ პროგრამული შესაძლებლობაც საკმაოდ მოცულობითი იქნება. ალბათ სწორედ ამის ერთ-ერთი გამოძახილი არის ის საინტერესო სტარტაპი, რომელიც დრონის სახით მწყემსის შექმნას გულისხმობს. მწყემსი დრონის იდეა გაუჩნდა სტარტაპზე მომუშავ ერთ ადამიანს, რომელიც მანამდე თავად იყო მწყემსი და იყო ამ საქმიანობით დაკავებული
და ისრაელში არსებობს ასეთი სტარტაპი Be Free Agro, სწორედ იგი გამოვიდა დრონი მწყემსის შექმნის იდეით, ამბობენ რომ პრაქტიკული თვალსაზრისით იქნება ძალიან კარგი. თქვენ წარმოიდგინეთ რომ ერთის მხრივ შეიძლება მწყემსების რაოდენობის შემცირებასაც შეუწყოს ხელი, ეს ცალკე განხილვის თემაა, თუმცა მწყემსს ექნება საშუალება რომ მინიმუმ აეროდინამიური დაკვირვება მოახდინოს პირუტყვზე, საქონელზე, რომელსაც იგი მწყემსავს და თუ აქ ფერმა არის მრავალათასიანი, საერთოდ დრონი ერთგვარი მისწრება იქნება ალბათ, იმიტომ რომ ეს არის მოწყობილობა, რომელიც სანამ ელემენტი არ დაუჯდება, არ დაიღლება, დამატებით ხელფას არ მოგთხოვს და ერთადერთი ძლიერი ქარი თუ იქნება მისი დამაბრკოლებელი. ჩვეულებრივი დრონისგან განსხვავებით, რომელსაც კამერა ექნება, მაგალითად, მწყემსი დრონის შექმნა უნდათ ისეთი სახით, რომ მას სხვა ტიპის პროგრამული უზრუნველყოფა ჰქონდეს და ყველაფერთან ერთად იგი შეძლებს მწყემსის ფლობელობაში არსებული პირუტყვის ისე აღრიცხვას, რომ თვლაც არ დასჭირდება ცალკე მწყემს და თუ კი კონკრეტულ წინასწარ შეთანხმებულ რაოდენობას რამდენიმე მოაკლდება, ამის შესახებ ინფორმაციასაც მიაწვდის მწყემს, რომ მან ზომები მიიღოს. მოკლედ დრონები მოულოდნელად მწყემსის ფუნქციასაც მოირგებენ და ალბათ ამ ბაზარში გარკვეულ ცვლილებებსაც შეიტანენ. მოკლედ უახლოვდებით იმ დროს, როდესაც მორიგი მსმენელი შევა ეთერში და მიეცემა საშუალება, რომ მოიგოს კონკრეტული პრიზი. უპასუხე და მოიგე. კასპერსკის ლაბორატორიის ანტივირუსული ვიქტორინა. ორი 92 11 88 ორი 92 11 99 ამ ნომრებზე ველოდებით მსმენელთა ზარს და პრინციპში ჩვენი კითხვაც იქნება მარტივი. მსმენელი ხაზია, ხომ? მსმენელი ხაზია, მატყობინებენ. გამარჯობა, გესმით ჩვენი ხმა? ალო. მადლობა რომ გვერდთვებით პირდაპირ ეთერში. თუ კი თავიდანვე გვისმენდით, წესით პასუხისგაცემა არ უნდა გაგიჭირდეთ კითხვაზე. გამარჯობა. კი, გისმენდით და ძალიან კარგი. მე ახლა კითხვას დავსვამ, სამ სავარაუდო პასუხს გეტყვით და მე უკვე თქვენ უნდა აარჩიოთ ამ სამი პასუხიდან ერთ-ერთი, რომელია სწორი. კითხვა არის შემდეგი: რა ფუნქციას ასრულებს კასპერსკის პროგრამა სახელწოდებით Kaspersky Security Cloud? პირველი ვარიანტი პასუხისა თქვენ მაგივრად პასუხობ შემოსულ ზარებს, როცა თქვენ არცალიათ და მოიკითხავს კიდევაც ადამიანს, ვინც დაგირეკავთ. მეორე ვარიანტი პასუხისა უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატურად გაანალიზებს ახალ საფრთხეებს რეალურ დროში და მესამე ვარიანტი პასუხისა იცავს თქვენს ნერვებს სტრესისგან და საერთოდ არ შეგაწუხებთ, რომ თქვენ ვინმეს უპასუხოთ ტელეფონზე. და კითხვა რომ გითხრათ კიდევ? კითხვას გავიმეორებ მაშინ ამ სამი ჩამოთვლილი ვარიანტიდან, რომელია სწორი პასუხი კითხვაზე. Kaspersky Security Cloud-ი ეს პროგრამა რა სერვისს გვთავაზობს? პასუხი არის სწორი, იმიტომ რომ Security Cloud არის კითხვა. სწორი ბრძანდებით. მეორე, უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგია და იგი ავტომატურად აანალიზებს ახალ საფრთხეებს რეალურ დროში, რაც უსაფრთხოების კუთხით ბევრად გვიადვილებს საქმეს. დიდი მადლობა დარჩით ხაზზე და ეთერს მიღმა პროდიუსერისგან მიიღებთ ინფორმაციას, სად უნდა მოხვიდეთ და ამ საჩუქრებიდან დარჩენილი რომელი შეიძლება იყოს უკვე თქვენი საკუთრება. დავასრულეთ დღევანდელი გადაცემა, ხვალ 15 საათს და 30 წუთის შემდეგ კვლავ გექნებათ იმის საშუალება, რომ პირდაპირ ეთერში უსმინოთ და მოიგოთ პრიზები რადიო იმედის პირდაპირ ეთერში გადაცემაში კიბერუსაფრთხოება. მადლობა.